ამ ზაფხულს გეწევათ თუ არა ახალი სასიყვარულო ურთიერთობა და ზოგადად რა გელოდებათ პირად ურთიერთობაში. აირჩიეთ პირველი ან მეორე ვარიანტი. დამიწერეთ კომენტარში, რომელი ვარიანტი აირჩიეთ. არ დაგაწყვეტ ბალანსისთვის ვიდეოს დალაიქება, ჩემი გვერდის გამოწერა. დავიწყოთ პირველი ვარიანტით. პირველ ვარიანტს გეტყვით, რომ ძალიან დიდია შანსი და ალბათობა, რომ ახალი ურთიერთობა შემოვიდეს თქვენს ცხოვრებაში. აქ უფრო გრძნობების სიტუაციები გიჩვენთ, აი ემოციები, ძალიან ესე შეიძლება შეეხოს თქვენს გულს ეს ურთიერთობა და თქვენ ისეთი სიღრმეები ამოიტანოს თქვენი გულიდან, რასაც არ ელოდებთ. ან ძალიან სულის ნატიფ ამბებს რომ შეეხება ეს ურთიერთობა და გააღვიძებს ნაზგრძნობებს, ესეთი ურთიერთობა გექნებათ მომავალში. აქ არ არის რაღაც ცეცხლოვანი თავგადასავლები და ნებათაღელვა, აქ უფრო ეს სიყვარულის და მართლა სუფთა გრძნობების სიტუაციები ამოგდით მთლიანად. შეიძლება აქ ფლირტიც იყოს, რაღაც ბავშვურობაც, აი სინაზე, სილაღე ურთიერთობაში, ბევრი ესეთი იქნება. თქვენ თვითონაც თავს ძალიან ისე მშვიდად, კომფორტულად, ყუდროდ გრძნობთ თითქოს და განცდა შეიძლება დაგჭირდეს, რომ სახლში ხართ, ან ეს ის იმ სიტუაციაში ხართ, რომელსაც დიდი ხანია ელოდებოდით. ემოციურ კომფორტს ნამდვილად მოგცემთ. მაგრამ ასევე გაითვალისწინეთ, რომ როგორც შეიძლება უცებ დაიწყოს ეს სიტუაცია, თუ ორივე მხარემ არ განავითარეთ, ისევე შეიძლება სწრაფადვე დასრულდეს. გარანტია ამ სამყაროში არ არსებობს, ცოტა მეტად გააღრმავეთ მომავალში. პერსპექტივები სამყაროსგან კარგი გაქვთ პირველ ვარიანტს. მეორე ვარიანტს რაც შეგეხებათ. მეორე ვარიანტი ესე ხართ, რომ კი გექნებათ შესაძლებლობა, მაგრამ შეიძლება საერთოდ არ ამჩნევთ, ან არ იმჩნევთ, ან არ გაქვთ ახლა იმის სურვილი, რომ ვინმე ახალი მიიღოთ. აქ უფრო ძველი სიტუაციების დაბრუნება ჩანს თქვენთან, ძველი მოგონებების, ძველი პარტნიორის, ძველი ამბების, სადაც თბილად გრძნობდით თავს. შესაძლებელია, რომ მოვიდეს მაგალითად ძველი პარტნიორი თქვენთან და ემოციური კომფორტი შეგიქმნათ. ჰარმონიას ემოციური კუთხით იგრძნობთ ნამდვილად. შეიძლება მარტო იყოთ და თქვათ, რომ მარტოც კარგად ვარო, თუ საერთოდ არავის შემოუშვებთ, არც ისე არ არის, რომ მარტო ცუდად იგრძნოთ თავი, პირიქით, საკმაოდ მოდუნებულები ხართ და თუ მაინც და მაინც ძველი პარტნიორი შეიძლება გამოჩნდეს თქვენს ცხოვრებაში, რომელიც აი ახლიდან გააღვიძებს ნაზ გრძნობებს, ნაზ ემოციებს და ნაზ სასიყვარულო სიტუაციებს მოგიტანთ. უმეტესად მეორე ვარიანტი თავდაცვით მდგომარეობაში დგახართ და არ ხართ მზად მაინც და მაინც სიახლეებისთვის და გირჩევნიათ თქვენთვის იყოთ და რაღაცა გაანალიზებაში და საკუთარ თავს დაუთმოთ მეტი ყურადღება. თუ მოგეწონათ ვიდეო, დალაიქეთ, გამოიწერეთ ჩემი გვერდი. მადლობა ყურადღებისთვის.